წარსულების ტყე. ტყე არსებობს სამი სახის: წიწვოვანი, ფოთლოვანი და შერეული. ტყეში სიარული და ზოგადად სიარული არის ჯანმრთელობა. ტყეში ბევრად უფრო სუფთა ჰაერია ვიდრე ქალაქში. რაში გვეხმარება ხე? ხე გვეხმარება, როცა მზე ძალიან დააჭერს, ჩვენ შეგვიძლია ხის ქვეშ დავჯდეთ და დავისვენოთ. ტყეს ყავს ორი ძირითადი მტერი: ნაგავი და ცეცხლი. ნაგავში შედის ესეთი საყოფაცხოვრებლო ნარჩენები და სამშენებლო მასალები. ეხლა ცეცხლზე ვისაუბროთ. ტყეში ცეცხლის დანთება შეგვიძლია. მას ვიყენებთ ან გასათბობად, ან როცა პიკნიკზე ვართ და რამის შეწვა თუ მოგვინდება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ცეცხლი უნდა ჩავაქროთ, როცა მორჩებით ამ ყველაფერს. თუ წყალი არ გვაქვს, შეგვიძლია ესე მიწა მოვჩიჩქნოთ და დავაყაროთ მას და ის თავისით ჩაქვდება. მეგობრებო, თუ ბუნებაში გასვლას დააპირებთ, გთხოვთ თან იქონიოთ სამუშაო ხელთათმანი და ერთი მაგრამ მაინც რომ უპასუხისმგებლო ადამიანებისგან ესეთი დაყრილი ნაგავი რომ აუგრეხოთ და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე. კარგად.